საქართველოს ალიანსში მიღებისკენ მოუწოდებს ნატოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც. ამ ინიციატივით კარლ ლამერსმა ნატოს წევრი 28 ქვეყნის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ატლანტიკური საბჭოს მთავარ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. Ფიქრობ ეს დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ნატოს სამიტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და სხვა ქვეყნები, როგორც ეს ბუქარესტში ითქვა, გახდებიან ნატოს წევრები. Ფიქრობ ეს ძალიან კარგი გზავნილია. ჩემი სიტყვით გამოსვლაში, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მე აღნიშნე, რომ ახალ წევრებს ყოველთვის სიცოცხლე შემოაქვთ ჩვენს ალიანსში და ნატოს გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია. ღია კარის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. მე მიმართე ქვეყნის პირველ პირებს და მთავრობებს, რათა კიდევ ერთხელ მოახდინონ ამის დემონსტრირება, რომ ჩვენ მხარს უჭერთ მათ, ვინც ღია კართან დგას და რიგს ელოდება. მე ასევე ვთხოვე მათ, რომ მისცენ ნათელი სიგნალი გაწევრიანების მსურველებს. ისინი ასეც მოიქცნენ. ეს საუკეთესო არის გაკეთებად საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის შემიძლია. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში, მას ძალიან კარგი რეფორმების პოლიტიკა აქვს. ვფიქრობ, ჩვენ ყველა და მეც ვხედავთ აშკარა პროგრესს. საქართველოს შეუძლია გახდეს სტაბილურობის ფაქტორი რეგიონში და მიეხმაროს სხვა ქვეყნებს ტრანსფორმაციის პროცესში. ასე რომ საქართველოს წევრობა ალიანსში ნატოს მხრიდან პოზიტიური სიგნალი იქნება. მანამდე კი ნატოს პარლამენტარები საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას აპირებენ და ჩვენ ამისთვის სპეციალურ დელეგაციას გამოვგზავნით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას და მივიჩნევთ, რომ რუსეთის ქმედებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სრულიად მიუღებელია. ეს საქართველოს ტერიტორიებია და ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს ცნოს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ნატოს თითოეული პარლამენტარის გზავნილი.